ვაცილებთ ქართულ პოეტს, ქართული ლექსის ერთ-ერთ რეფორმატორს, ძალიან თანამედროვე ცოცხალს და ამავდროულად კლასიკოს მწერალს, რომელმაც სრულიად ახალი ლიტერატურული ენა შექმნა და რომელსაც ხვალ 94 წელი შეუსრულდებოდა. დიახ, 11 ივლისს ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია დაიბადა, თუმცა იგი საკუთარი დაბადების დღემდე 3 დღით ადრე 8 ივლისს გარდაიცვალა. მახარია, ყოველთვის ყოვლის შემძლე, ყოველთვის ახალია. ამას წინა ცხოვრებამ რომ თვალწინ ისევ ჩემი არა გამიკვირდა ის ცხოვრება სხვისი იყო ჩემი არა თვალით ცრემლით ამივსოდა თაფლაკვერით ჯამი არა თითქო მართლა სხვისი იყო ისე უცხოდ ჩემი არა ვირჩენ მაგრამ ვიცი ვერ მოვირჩენ ამიერას კიდევ კარგი ამ ცხოვრებამ ახლოს მაინც ჩემი არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრება და სახელმწიფო უნივერსიტეტის აი თვითონაც ამბობს ამ ინტერვიუში ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება დაამთავრა ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე კრებულებით ტოლვა და საქანელა 60-იან წლებში გამოიცა ეს კრებულები მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინაო ლიტერატურაცოდნები ერთმანეთ აღნიშნავენ რომ ტარიელ ჭანტურიამ ქართულ პოეზიაში შემოიტანა მანამდე უცნობი გაბედული ექსპერიმენტები გროტესკი სარკაზმი სლენგი განსხვავებული რიტმი ის არავის გავდა და აერთიანებდა როგორც კლასიკურ მელოდიურობას, ისე თანამედროვე ენას. ის წლების განმავლობაში რედაქტორობდა წამყვან ლიტერატურულ გამოცემებს, დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, საბჭოთა რეპრესიების დროს, როცა 5 წლის იყო მამა გადაუსახლეს, რაც ოჯახისთვის სოციალურ იზოლაციას ნიშნავდა. დედამ ნინამ ბავშვები მარტომ გაჭირვებაში გაზარდა, პოეტმა დედას არაერთი დღეს უკვე ცნობილი ლექსი მიუძღვნა, მათ შორის გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს, მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი, დედა წვებოდა ყველაზე ადრე რომელოგინი მქონოდა თბილი. კოჩუბას დედა ჩემი ლექსია ძველი ახალგაზრდობის და დედა წვებოდა ყველაზე ადრე რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი ლოგინს მithოვდა დედა წვებოდა ყველაზე ადრე რომ მე ლოგინო ის ადრე მოკვდა ვინ იცის ჩემთვის ცივი სამარის გათბობაც სურდა ის წავიდა და ყველგან სინათლე დარჩა ჩართული ასე ამბობს დედაზე საერთო ჯამში ტარიელ ჭანტურიას კრებულების რაოდენობა მათ შორის ჩანაწერები საბავშვო საყმაწვილო ლექსების კრებულები ესეები თარგმანები დაახლოებით 20 ჭარბებს მათგან მისი ძირითადი და ყველაზე ცნობილი ორიგინალური პოეტური კრებულების რაოდენობა დაახლოებით 16-ია ერთ-ერთი ბოლო კრებულია სიყვარულის შავი ყუთი და მართლაც უნიკალურია მისი სიყვარულის ფორმულა სიცოცხლეს და სიკვდილს შუა სიყვარული ტიხარია. ყველას აქვს ერთი დამალული სიყვარულიო, ასე ამბობდა ტარიელ ჭანტურია და ახლა მოვისმინეთ როგორ აუხსნა სიყვარული სავარაუდოდ მეუღლეს. სიყვარულის ახსნა. შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა. შენი სიცოცხლისთვის თუნდ სიკვდილი მინდა. შენი შუქი მინდა, შენი ჭრდილი მინდა. შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ჩემი არ მეყოფა, სხვისი წილი მინდა, სხვა დაბადების დღე, სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა, შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა, მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა, შენ რომ უნდა მოკლას, ის სიკვდილი მინდა, შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა, შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა, ჩვენ არ რომ შეგვაერთებს, ის მანძილი მინდა, შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა, შენთვის რენო მინდა, შენთვის ზილი მინდა, შენი შემოხვედა ყოველი მინდა, მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა, შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა, შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა. ეს თქვენს მეუღლეს მიუძღვენით? არ ვიცი, არ წერია. არ ვიცი არ წერიაო და ზუსტებით ვერთხა. საბედნიეროდ იმედის არქივი ინახავს ტარიელ ჭანტურიას ვიდეო კადრებს და შემოქმედებას 90 წლის იუბილეზე იმედის დღის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ავტორთა სტუმრას სახლში და ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუდან მორიგი ფრაგმენტით შეგვიძლია ახლა ვნახოთ. არა 90 წელი შოთაშორის არა ძალიან ძიმე რაღაცა. ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლე კარგია, მაგრამ აქვს ერთი საშინელი ნაკვი. მოიხედა უკან შენოხავ თქვა 99 წლის. შენი უსაყვარლესი ადამიანები, შენი ძმაკაცები, ბიძაშვილები, ნათესავები, მეგობრები წასულია. ასე რომ ამ სიცოცხლეს დახარბება ვერ არის გონივრული გადაწყვეტილება.
ცხრილის დახარბება. ლექსი კიდე იგი მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა, მისი წასვლით ყველას გული ძალიან დაუწყույთ და ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების პირი, მიწას რომ ჭამდი, მიწით ამომევსება პირი და ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ლექსი გადამდებია სიცოცხლე, გადამდებია ჭირი, გადამდებია ცრემლები, გადამედოდა ვტირი. ინტერვიუში, რომელსაც ახლა მოვისმენთ, იხსენებს როგორც ნოდარ დუმბაძეს ისე ანა კალანდაძეს. კი არ კაი გურული ხალი. საერთოდ იყო გასაოცარი ხალი ანა. რა აუცილებელი იყო ახლა იმის სიკვდილი ვერ ვიევია. გადამდებია სიკვდილი, გადამედოდა ვკვდები. არსებობს სიკვდილის სხვისი საკუთარ სიკვდილზე მეტიო ეს ციტატა კი მის გარდაცვლილ შვილს ირაკლის ეძღვნება და დავასრულოთ პოზიტიური ლექსებით ხო იმ ლექსებით რომლებიც რა ვიცი ყველა მზეპირად ვიცით მაგალითად მე არ მგონია რომ ვინმე ვისაც თუნდაც პოეზია არ უყვარდეს იმასაც კი სადმე არ შეხვედრია და არ მოხიბლულიყო ამ ფრაზით უხერხულია შენ გერქვას ცოლი შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე აჰა დამბაჩა და სველი თოვლი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ შენ მე მოიხსენებ გავიხსენებ გესმის გერშვინია კონიაკს დალევ მანგოს წვენს უნდა გაკოცო მაკოცე შენ არ მაკოცებ მე არა მაშინ მე ორჯერ გაკოცებ ტვისტი და ტვისტი როკი და ასე შემდეგ მოკლედ ვაცილებთ ბატონ ტარიელ ჭანტურიას და იცით ხო ეს გამოცნობანაში იქონდა შენ თუ არ ვცდები ნოდარ დუმბაძის მებებია ილიკო და ილარიონი სახელი მინ შეურჩია ბატონმა ტარიელ ჭანტურიამ შეურჩია სახელი სოფლელი ბიჭი ერქვა ხო თავიდან და მოკლედ მე რომ დაბეჭდა ტარიელმა სწორედ მებებია ილიკო და ილარიონის სახელით დიდი გამოხმაურება და პოზიტიური გამოხმაურება მოყვა და საბოლოოდ დათანხმდა ავტორიც და დატოვეს ეს სახელწოდება. გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს, მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი, დედაწოებოდა ყველაზე ადრე რომ ლოგინი ქონოდა თბილი. მაგრამ ძალიან კარგი ფრაზაა, როცა მან თქვა რომ რა საჭირო იყო ახლა ანა კალანდაძის გარდაცვალება. კი ბატონო, ძალიან გული წყდება, რა თქმა უნდა და მთელი ქვეყანა და მისი სამშობლო და მისი მკითხველი, რა თქმა უნდა, დიდი გულის ტკივილით ემშვიდობება ასეთ ძალიან დიდებულ პოეტს ჩვენი თანამედროვეობის.